საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. Გამრების შემოჭერის პოლიტიკა საქართველოში, როგორ აისახება ხარჯების 10%-იანი შემცირება თვითმმართველობებზე, რამდენად შეეხება ოპტიმიზაციის პროცესის საკადრო რესურსს. თვითონ სამსახურები განსაზღვრავენ თუ როგორ მოახდინონ ეს ოპტიმიზაცია. წინა საახალწლო სამზადისი კახეთში რაჯდება საახალწლო სუფრა და რამდენად ხელმისაწვდომია პროდუქტის ფასები მოსახლეობისთვის. ფინანსებიდან გამომდინარე შევხვდებით ისე როგორც იქნება. ერთი ქათამი თუ დავკალით, მადლობა უნდა ვთქვათ. ჰერეთის კარელი სიფრაშვილების გაუსაძლისი ცხოვრება, რა პირობებში ცხოვრობს 6-შვილიანი ოჯახი და რა დახმარებას გაუწევენ მათ. სახში 8 სული შევასწრებე გასანძრევი ადგილი არ არის. სოციალური პროექტები გურჯაანის მუნიციპალიტეტში რა მიმართულებებზე დაიხარჯება 1.240.000 ლარი. დადგენილებაში ნახსენები საერთოდ არ არის. პასპორტი, მთავრობის ახალი დადგენილება, რაც გულისხმობს ხურის იდენტიფიკაცია რეგისტრაციის წესი. ახალგაზრდა ვეტერინარის საგარეჯოდან, რას ფიქრობს 24 წლის გოგი ქვლივიძე საკუთარ პროფესიაზე. სოფლის განვითარების საწინდარი არის კარგი ვეტერინარი. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. ვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული გამრების შემოჭერის პოლიტიკა რეგიონებზეც აისახება. ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული მითითებების შემდეგ კახეთის თვითმმართველობებში ხარჯების 10%-ით შემცირება დაიწყეს. ოპტიმიზაცია შესაძლოა საჯარო სამსახურებსა და IP-ებში დასაქმებულთა ხელფასებზეც აისახოს, რამდენად შეეხება ეს პროცესი საკადრო რესურსს, ნინო სამნიაშვილი არკვევდა. ლარის თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ ცენტრალური ხელისუფლება აიძულა, რომ გამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყო. ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების შემდეგ ახლა სამინისტროები მსჯელობენ, თანამშრომლები დაითხოვონ სამსახურიდან თუ ხელფასები შეუმცირონ. ცენტრალური ხელისუფლების გამრების შემოჭერა კახეთს პირველ რიგში იმით დაიწყო, რომ გაუქმდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სოფლები დახმარების გარეშე დარჩნენ. ამის შემდეგ კახეთის თვითმმართველობებმაც მიიღეს მითითებები, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირონ. ეს შეეხო პრემიებსაც, რომელსაც გამგეობები და საკრებულოები წელიწადში რამდენჯერმე ირიგებდნენ, თითქმის ყოველ ახალ წელს აღდგომას მარიამობასა და გიორგობას. პრემიების გაუქმებას თანამშრომლები აღარ ჩივიან, რადგან შესაძლებელია საფრთხე თავად მათ სამსახურსაც შეექმნას. გურჯაანის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი თანამშრომლებს აიმედებს, რომ კადრებს არ შეამცირებენ და თუ ოპტიმიზაციაც დაიწყებენ, ეს აუცილებლად გონივრული და გააზრებული იქნება. მთავრობის გეგმაში არის გათვალისწინებული, რომ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. ბუნებრივია გურჯაანის მუნიციპალიტეტიც გეგმავს ხარჯების ოპტიმიზაციას, თუმცა კადრები ნამდვილად არ შემცირდება და კიდევ გავიმეორებ, სპეციფიკიდან გამომდინარე თვითონ სამსახურები განსაზღვრავენ, თუ როგორ მოახდინონ ეს ოპტიმიზაცია და ეს იქნება ეტაპობრივად და ეს იქნება, ასე რომ ვთქვათ, გააზრებულად და არ იქნება გაუაზრებლად. სიხნაღის გამგებელმა კი ცენტრალური ხელისუფლების მითითების შესრულება მკაცრად დაიწყო. საწვავის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შემდეგ სატელეფონო კომენტარში გვეუბნება, რომ ხელფასები გამგეობის და IP-ების თანამშრომლებსაც შეუმცირა. ხოლო რომ ვკითხეთ, თავადაც დაიკლო თუ არა ხელფასი, გვიპასუხა, რომ თვითონ პრემიას ვეღარ აიღებს. გამგეობის ხელფასები შევამცირეთ დაახლოებით 120.000 ლარით, ხარჯები და ხელფასები IP-ებში დაახლოებით 40.000 ლარი. მაგალითად თქვენი ხელფასი რამდენით შეამცირეთ? რამდენით შეამცირეთ და მე პრემია შევდივდი, ხოლო პრემიას აღავიო. ყვარელში კი ადმინისტრაციული ხარჯები და სახელფასო ფონდი შეამცირეს და ჯერ არ იციან თანამშრომლები მარტო პრემიებს აღარ აიღებენ თუ ხელფასების დააკლდებათ. ლაგოდეხის გამგეობაში კი ცდილობენ, რომ არც კადრები შეამცირონ და არც თანამშრომლებს დააკლონ ხელფასი. სახელფასო ფონდი შევამცირეთ მთლიანად. ჯერ პრემიაზე აისახება ეს თუ თანამშრომლებზე, ჯერ ბოლომდე არ გვაქვს დათვლილი და ასე ვთქვათ დალაგებული მაგკუთხით. მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად შეეცდება, რომ შტატების შემცირება არ მოხდეს და მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების კლება. თანამშრომლების ხელფასებს ალბათ ჩვენ ვცდილობთ თუ არ შეეხოს ეს ყველაფერი. ძირითადად ეს იქნება ადმინისტრაციული ხარჯების კლება მთლიანობაში.
რეალურად როგორ აისახება ოპტიმიზაცია თვითმმართველობებზე და შეუმცირდებათ ხელფასები თუ გაათავისუფლებენ კადრებს, ეს ახალი წლის შემდეგ გამოჩნდება. ასევე უცნობია როგორ აპირებს ქართული ოცნება წინა საარჩევნო დაპირებების შესრულებას და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შექმნას, მაშინ როდესაც საჯარო სამსახურებშიც დასაქმებულების გათავისუფლების საკითხი დგას. წინა საახალწლო სამზადისი კახეთში ახალ წლამდე 9 დღით ადრე თელავისა და გურჯაანის აგრარულ ბაზარში გამყიდველები მყიდველის სიმცირეს უჩივიან. მოსახლეობა კი სურსათის გაზრდილი ფასებით უკმაყოფილიო და ვარაუდობენ, რომ ფასები ახალი წლის წინა დღეებში კიდევ მოიმატებს. დაახლოებით რამდენი ლარი დაუჯდება ოჯახს საახალწლო სუფრა და რამდენად ხელმისაწვდომია პროდუქტის ფასები მოსახლეობისთვის, ნახოთ გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. ნიგოზი 30 ლარი, თაფლი 15, ყველი 8, ხორცი 12, ინდაური 50-დან 60 ლარი. თელავში წინა საახალწლო ვაჭრობა უკვე დაიწყო და პროდუქტებზეც ფასებმა მოიმატა. ახალ წლამდე 9 დღით ადრე სურსათზე ფასები დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. თელავის აგრარულ ბაზარში გამყიდველები ჩივიან, რომ მყიდველი არ არის და პროდუქციას ვერ ასახებენ, თუმცა ამის მიუხედავად სურსათზე ფასები მაინც გაზარდეს. მათივე ინფორმაციით დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად ახალი წლისთვის საჭირო პროდუქტებზე ღირებულება კიდევ უფრო მოიმატებს. მოიმატა ფასებმა საგზნობლად. ნიგოზის ფასებმა მოიმატა სოკოსი. პირველი საათი, 2 საათი ისე მოდის, ლარიანიც არა მაქვს ნავაჭრი. არ დადის ხალხი თუ რა ხდება, რატო არ არის? ხალხის გაჭიროების გამო. წინა საახალწლო პროდუქციაზე ფასებმა თუ მოიმატა უკვე? ცოტა კი. მომატებული აქვს ცოტა ფასები. აი, მაგალითად ნიგოზი რა ღირსებს? ნიგოზი თეთრი ნიგოზი 25-დან 30-მდე ფიგურირებს. უმაღლესი ფასია 12, 10-იც არის, 11-იც არის, გააჩნია. ნაჭერსაც და იმასაც ხარისხსაც. აი, ხო არ ელოდებით რომ მოიმატებს ფასები წინა საახალწლო? არ მოიმატებს. ფასებმა ყველაფერმა მოიმატა, მყიდველი არავინ არ არის. რამდენით არის გაზრდილი ფასები დაახლოებით პროდუქციაზე? 30-50%. კაი, ინდაური მინიმუმ 70 ლარი იქნება. ქათამი რა ყავს? ქათამი ღირს, კაი დედალი ღირს 25 ლარი. წინა საახალწლო ფასები კიდევ ხო არ მოიმატებს რასებით? კი, მაიმატებს. რამდენი გაიზრდება დაახლოებით? დაახლოებით გაიზრდება, კაი ინდაური 90 გახდება. კაი დედალი 40 ლარი გახდება. თელავში და გურჯაანში მოსახლეობის ნაწილმა საახალწლო სუფრისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორც რესპონდენტები ამბობენ, 2017 წლის საახალწლო სუფრის მენიუს მრავალფეროვნებას ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები განსაზღვრავს. მყიდველები ფასებით უკვე უკმაყოფილოები არიან, ამბობენ, რომ პროდუქტები ნელ-ნელა ძვირდება. რესპონდენტებს სურსათის დამარაგება ადრევე ურჩევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ახალი წლის დღეებში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და საჭირო პროდუქტების შეძენას ვეღარ მოახერხებენ. კითხულთა თქმითვე სიძვირის გამო მათ საახალწლო სუფრას ბევრი კერძი დააკლდება. ფინანსებიდან გამომდინარე შევხვდებით ისე როგორც იქნება გენაცვალე რა ვიცი. როგორ შეგხვდებით, როგორც იქნება გაჭირვებით. აბა რას ვიზამ? იაფასიანები რაღაცები ვიყიდოთ, რომ კამფეტი და ისა გქონდეს. რა უნდა გქონდეს? მეტი არაფერი რა უნდა გქონდეს რა. ხორცეულში 15 ლარი მივცემთ 10 ლარი. რა ვიცი, აბა როგორ შევხვდებით? როცა ადამიანს გიჭირს და ბანკზე ხარ დამოკიდებული და ისა რაღაც თქმა უნდა ისე ვერ შეხვდებით როგორც სხვა წლებში. რის საშუალებაც მექნება იმის შეხვდებით რა. ინდაური მე არ მეყოლება და ისა ღვინო მაქვს მაგალითად რამე. აი პატარა ფორმარილი რა. ძალიან კარგად შეხვდებით ჩვენ. ახალწლისთვის ვემზადები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული და შეძლებდი რეგს დაგვარად ვფიქრობ რომ ლამაზად შევხვდე ჩემ ოჯახთან ერთად. ჩემი ოჯახის ბიუჯეტი რასაც გასწრდება, იმის შესაბამისად შევეცდები და სუფრაც ისეთ გავალამაზოთ. გოჭი, ინდაური და დანარჩენი თევზი მიყვარს ძალიან, თევზის მექნება. ესი არა რომ ეხლა ინდაურები და რაღაცები ვიყიდოთ, მაგრამ არ არის საშუალება იმისი, მაგრამ ტკბილეული და რამე იმ საშუალება კი გვაქვს, რომ ახალ წელს მას კარგად დავხდეთ. 360 წლებში მე და ჩემი მეუღლე ვღებულობთ რა გოჭი, რა ინდაური. არა. ერთი ქათამი თუ დავკალით, მადლობა უნდა ვთქვათ. თუ საახალწლო სუფრის გაშლას მინიმალური გათვლებით აპირებთ ამ დროის მონაცემებით და ფასებით, მისი გამზადება დაახლოებით 200 ლარი დაგიჯდებათ.
ჰერეთის კარელის სიფრაშვილების გაუსაძლისი ცხოვრება ექვშვილიანი ოჯახი, რომელთა შორისაც ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლისა ავარიულ სახლში ცხოვრობს. შენობა იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ საცხოვრებლად მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ. ფანჯრებს მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკები აქვს, მიკრული დაზიანებული სახურავიდან კი წყალი ჩამოდის. ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, თვეში 510 ლარის ოდენობით. გამგეობიდან წლის განმავლობაში მიღებული დახმარება კი ჯამში 850 ლარში ადგენს, თუმცა როგორც დიასახლისი ამბობს, ეს მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. როგორც დღეს ლაგოდეხის გამგეობაში განმარტეს, სიფრაშვილებისთვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად სპეციალური ანგარიშია გახსნილი. გარდა ამისა, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა ექვშვილიანი ოჯახის დასახმარებლად პროდუქტების ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაიწყო და ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს 25 დეკემბერს თბილისში კოლმეურნეობის მოედანზე ეპატიჟებიან. ძლივს ვეტევით სახში 8 სულიერ შევალთ ხოლმე გასანძრევი ადგილი არ არის. ჩემი ქმარი გადის სადღაც 1 თვე 2 თვე მუშაობს, მაგრამ ხაზინობს ხო იცით 1 თვე 2 თვეა კარგი ფერმაში. მე რაღაცა შარს მოუდებენ ხოლმე და უკვე აღარ უნდათ. მაღლა რო აიხედო ხომ ცაჩანს ხომ წიმა ჩამოდის. ხან ვის და თხოვს, ხან თუ რამე შიფერის ნატეხია თუ რაც ხა. თან ჩვენ რაც შეგვიძლია იმითი თუნდაც აკვებით იყოს, თუნდა რამე დახმარებას ყველა მეზობლები უწევთ. მაგრამ ჩვენი დახმარება რას იყოფა? ამ ოჯახს იყოფა, არ იყოფა. შევთავაზეთ ამ ოჯახს გადასვლა მუნიციპალური საკუთრების ბინაში, რომელიც გვაქვს სხვა სოფელში, რაზეც ამ ოჯახმა უარი განაცხადა. ასევე შევთავაზეთ, რომ გვექირავებინა ამ ადამიანებისთვის მაგავე სოფელში საცხოვრებელი ფართი და თვეში 100 ლარი შეგვიძლია ქირის სახით გადაუხადო და ამაზეც უარი განაცხადა ამ ოჯახმა. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდით ჩვენ, რომ გაგვეხსნა ანგარიში ბანკში, სადაც დღეს მდგომარეობით 2000 ლარამდეა შემოსული თანხა და ვაგროვებთ ამ თანხას იმისთვის, რომ მოვახდინოთ შეძენა საცხოვრებელი სახლის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ სფეროზე 1.240.000 ლარი დაიხარჯება. სიახლეა ის, რომ ონკოლოგიური და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ცალკე მუხლი შემუშავდა და 150.000 ლარით დაფინანსდება. ცვლილება ერთჯერადი დახმარებების მიმართულებითაც 2017 წელს 50.000-ით ნაკლები 100.000 ლარი დაიხარჯება. 160.000 ლარით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, 290.000-ით კი სამედიცინო მომსახურება დაფინანსდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით კრიტერიუმები თუ რა პრინციპით გაიცემა ეს თანხები შემუშავებული არ აქვთ. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დახმარება სარეიტინგო ქულების რაოდენობის მიხედვით გაიცემოდა. განხორციელდა ჩვენი მქონდა სამედიცინო მომსახურება, რომელიც შუაზე გავყავით და გამოეყო მას ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებულები. იმიტომ რომ ეგენი მათი დახმარების წესი ცოტა განსხვავდებოდა, წელიწადში ორჯერ ვეხმარებოდით ონკოლოგ ავადმყოფებს და ამიტომ ცალკე გამოვყავით, იმიტომ რომ ბაზა ცალკე ქონდეს, ცალკე სუბსიდია ქონდეს ბიუჯეტით და ცალკე გამოიყო. სხვა ერთჯერადების პაკეტი შემცირდა 140.000 ქონდა შარშან და წელს 100.000 გვაქვს. 2017 წლიდან ღორისა და მისი სადგომის იდენტიფიკაცია რეგისტრაციის წესი იცვლება. საქართველოს მთავრობის დადგენილება ნომერ 548-ის მიხედვით ფერმერთა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია პირუტყვის შესახებ, მაგალითად, როგორიცაა პირუტყვის გადაადგილება, დაკარგვა, დაკლა და ასე შემდეგ. მთავრობის დადგენილება გულისხმობს ღორის სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემსხუდავ ღონისძიებებს. დადგენილების ამოქმედების შემდეგ ღორებს სპეციალური საყურე ნიშნები გაუკეთდება და თითოეულ მათგანს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ყავს ერთი ღორი პირადი მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას, მაგალითად გასაყიდად წაყვანას. აღნიშნულ რეგულაციას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ეს დადგენილება თავის თავში გულისხმობს პირველ და პირველ ეს არის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით ზედამხედველობას, სურსათის მიკვლევადობას და მოხმარებელთა უფლებების დაცვას. მოსაზრება იმისა, რომ ეს შეიძლება მოხდეს, ამის ხარჯი შეიძლება მოხდეს ხორცის გაძვირება არის არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სურსათის ეროვნული სააგენტო სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს ცხოველების იდენტიფიკაციას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დადგენილებაში ნახსენები საერთოდ არ არის პასპორტი ღორების მიმართებაში და ეს ალბათ მოსახლეობის შეცდომის შეყვანას მოიცავდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 700-მდე ვეტერინარია, აქედან უმრავლესობა 50 წელს გადაცილებულია. ახალგაზრდების რიცხვი კი 20%-ზე ნაკლებია. სწორედ მათ შორის არის საგარეჯოელი გოგი ქვლივიძე, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტს ემსახურება და საკუთარი პროფესიით ამაყობს. ნახეთ სიუჟეტი და გაიცანით ახალგაზრდა ვეტერინარის საგარეჯოდან. 24 წლის გოგი ქვლივიძე ვეტერინარია, უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები კი ესტონეთში გაიარა. ევროპაში მიღებული ცოდნის რეალიზება მშობლიურ საგარეჯოში გადაწყვიტა. დიდი ხანია მივსდევ, ოჯახურად ვეტერინარიას, გადავწყვიტე, იმიტომ რომ საინტერესოა, მიზიდავს მეცხოველეობა, არა, მარტო გავდივარ მე გამოძახებებზე რა. განაყოფიერებაზე არის ხოლმე, საშუალოდ 3-4, ეხოსკოპიაზე არის ხოლმე ხან 1, ყოფილა რომ 7 ყოფილა. საშუალოდ დღიური გასვლა 7-8 მაინც მაქვს ხოლმე. გოგი საგარეჯოს რაიონში ერთადერთი ვეტერინარია. ამბობს, რომ ვეტერინარების სიმცირე მისი რეგიონის მსგავსად მთელი ქვეყნის პრობლემაა. არადა მიაჩნია, რომ გამოცდილი ვეტერინარი სოფლის განვითარების საწინდარია. საკმარისი კადრები არ არის, იმიტომ რომ მოთხოვნა მეტია და კადრი ნაკლები არის რა. გასაკეთებელი საქმე, უფრო მრჩება ხოლმე დღეში ვერ ვასწრებ, რომ სრულიად დავაკმაყოფილო თქვა დღიური გამოძახებები და სოფელში აუცილებელი არის გამოცდილი კარგი ვეტერინარი, რომელიც წაადგება სოფელს და სოფლის განვითარების საწინდარი არის კარგი ვეტერინარი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 700-მდე ვეტერინარია, აქედან უმრავლესობა 50 წელს გადაცილებულია. ახალგაზრდა ვეტერინარების რიცხვი კი 20%-ზე ნაკლებია. უკანონო ნადირობის 6 ფაქტი კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ნადირობდნენ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები კი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაეგზავნება. ფოტომასალას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურებს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც შესაძლებლობას მოგცემს ვითანამშრომლოთ ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით. უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის საელჩო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თავდაცვის მინისტრმა გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 3 წლიანი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოთბარო სკოლების გახსნა იყო. დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 17 სალოთბარო სკოლა ფუნქციონირებს და ეს პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება. მნიშვნელოვან მიღწევებზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლებმა 3 წლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს. სამწელი რაც გააკეთა ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებითა და თქვათ მისი მონაწილეობით, მინდა საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი ვალდებულება, რომ ყველა ადამიანმა, ყველა პროფესიონალმა თქვათ იცოდეს თუ რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები და საქმიანობა ჰქონდა ფოლკლორის ცენტრს ამ წლის განმავლობაში. მიმართულებით ჩვენ კიდევ საინტერესო ისაა, რომ გამოვეცით ამ 3 წლის ანგარიშის ბუკლეტი. დიდი ყურადღება ექცევა ყველა რეგიონში ფოლკლორს, მის მესვეურებს, ძველმომღერლებსა და საერთოდ ხელოვანებს, რომლებიც უკვე ხანდაზმულები არიან. ქართული ფოლკლორი ეს არის შეიძლება ითქვას ჩვენი კულტურის მკვებავი და ესეთი უკვდავი საძირკველი. თუ ეს საძირკველი იქნება ძლიერი, ჩვენი კულტურა ყოველთვის იქნება ძლიერი და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ სადაც არის
ჭეშმარიტი ხელოვნება ის ყოველთვის ახალია. იმის გამო რომ ეს არის ისტორიული ესე ვთქვათ და წარსული ტრადიციები, ეს არ ნიშნავს რომ ის ძველია. ის თავის თავში ატარებს აი ესეთი უკრავებას და მარადი განახლების აი ამ საოცარ უნარს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა პირველ რიგში რუსეთზე თავდასხმა იყო. ასევე ეს იყო თავდასხმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ხელს არ შეუშლის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებას. ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულმა ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო არხზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს. ბრძოლა ქალაქისა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვეყნის ძალებმა რუსულ ავიაციასთან ერთად ამბოხებულების განდევნა მოახერხეს. ტერიტორიებიდან გაიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობაც. სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში დაიღუპა 400,000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 5 მილიონმა მოქალაქემ ქვეყანა იძულებით დატოვა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და All News-მა გაავრცელა. 250 მილიონი წლის შემდეგ ავსტრალიიდან ალიასკამდე სახმელეთო ტრანსპორტით მისვლა შესაძლებელი გახდება. მეცნიერებმა ეს დასკვნა ცოტა ხნის წინ გააკეთეს. ილინოისის შტატში მდებარე ევანსტონის უნივერსიტეტის მეცნიერის ქრისტოფერ კოსტის აზრით, დედამიწა 250 მილიონ წელიწადში რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის. ეგვიპტელმა მოზარდმა მიაკვლია იაფგზას თუ როგორ გარდაქმნას პოლიეთილენის ნარჩენები საწვავად. აზზაფაიდის გამოგონებამ ეგვიპტის ნავთობის კვლევის ინსტიტუტის ყურადღება მიიპყრო. ინსტიტუტმა გოგონას მისცა საშუალება ესარგებლა ლაბორატორიით. ასევე მიამაგრა რამდენიმე მკვლევარი, რათა ისინი დახმარებოდნენ აზას საწვავის ფორმულის მიღებაში. აზამ აღმოაჩინა იაფი და უხვი კატალიზატორი, რომელიც რადიკალურად ამცირებს პლასტიკური ნარჩენების, მეთანის და პროპანის გაზად გარდაქმნის ხარჯებს. აღნიშნული ორი გაზი კი შესაძლოა გარდაიქმნას ეთანოლად, რომელსაც მეცნიერები ბიოსაწვავს ეძახიან. ეგვიპტეში ყოველწლიურად მილიონობით ტონა პოლიეთილენი გროვდება, რისი საწვავად გარდაქმნაც ქვეყანას 78 მილიონი დოლარის სარგებელს მოუტანს. ახლა კი სხვა ამბები. ქართული ფილმი დედა, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, იტალიის 23 ფესტივალის გამარჯვებულია. ბოლო თვის მანძილზე ფილმმა უკვე 4 მთავარი პრიზი მოიპოვა. დედა უკვე მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ფესტივალზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნა ნაჩვენები. ფილმს ასევე მოპოვებული აქვს პრიზები ამერიკის, ინგლისის, მექსიკის, არგენტინის და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. ზაზა ფაჩულიამ Golden State-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. NBA-ის ლიდერი ოკლენდური გუნდის ქართველმა ცენტრმა სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ფაჩულია სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გულებში. ზაზამ 26 წუთი ითამაშა და 15 ქულას, 14 მოხსნას და 4 პასს მოუყარა თავი. 26 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები NBA-ის ლიდერები არიან. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.